ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia და ფორდილერი. ვისაც იარაღი აინტერესებს, გვაქვს ესეთი არხი, ძირითადად იარაღის განხილვა ზურა კვანჭახაძე 1600 ვიდეო დევს 39300 გამომწერია. აქ არის მარტო იარაღი. ასე რომ შევძანდით, ვისაც იარაღი გაინტერესებს, ნახეთ. გვაქვს კიდევ აი ესეთი არხი TikTok-ის იარაღის განხილვა ზურა კვანჭ, იარაღის განხილვა ქართულად. გამარჯობათ, მეგობრებო, ხაზიაძერვა კარგო. გამარჯობათ. ბიჭო, ცოტა ნელად გიხოვნე, ნუ მოწყდები ჭაპანთ ყორესავით, რა იყო გეჩქარება სადმე. მოგლეთ, ბატონო დავით, ვინმე აბრის გამკეთებელი გვინდა, აბრებს ვინც აკეთებს, მისამართებს. რახან სახლია, სახლს უნდა კონდეს მისამართი. აი ფუღუროა ჩამოკიდებული და ფუღუროს პირველი ნომერი დავარქვა სახლს. შედაც თქვი. საქანლის ქუჩა არსებობს, ნაკადულის ქუჩა არსებობს. ლენინის ქუჩას კი არსებობდა როგორც. ლენინს აუდგა თვალები. სურამელაშვილის ქუჩაც არსებობს. სურამელაშვილი ვინა გიასი? არ არსებობს. არსებობს. არ არსებობს. გეუბნები არსებობს. ტიპი ცოცხალია და როგორ არსებობს? გეუბნები არის. არ არსებობს. სურამის ქუჩა ხო არ და შენ სურამელაშვილი ხო არ გეკონა? აი ფანოღირო არის გია სურამელაშვილი, მაგის ქუჩა არის? გონი კი? არა, აი ზუსტად რო თქვი რომ გონი. მე ნამდვილად ვიცი რო არ იქნება. ვნახოთ მე. მე როცა უფალი თავის ადგილზე წაიყვან, შეიძლება მაგის ქუჩა იყოს, მაგრამ ეხლა არ არის. ნახოთ. შევამოწმე, გადამოწმე, კაი. თუ გადამოწმე, მე თქვი რომ ან იყო და ან არ იყო. მე თუ მაჩვენებ რომ მაგის ქუჩა არსებობს, მაგრამ ეს ქუჩაც არსებობს. როგორ? წურწუმიას ქუჩა. ის წურწუმია, ლელა წურწუმია კი არა. 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 მომისმე. როცა ნაცნობი გვარის ქუჩა არის, იქა ნახე ხოლმე რომ სახელი უნდა ეთქო. ლელა წურწუმია მაგარი მომღერალე, მაგრამ ჩვენ აი ჯანზია კაცო რას ამბობ. ქუჩების სახელს არ იჭებენ ხოლმე, როცა ადამიანი გარდაიცვალა, რომ კომუნისტების დროს იყო სტალინი, ცოცხალი რო იყო, დაარქონდეს სტალინის ქუჩა, ხო და ვინ სულძაღლი ის იყო, რა ქვია, რევოლუციონერი უყურა ქუჩას. საქანელი მოგდა? ვინა? საქანელი. ნაკადული მოგდა? არის ნაკადულის არა. ხო და რატო? ო, იმიტომ რომ საქანელა იყო და ცნობილი ადგილი იყო და ნაკადული მოდა დაარქვეს ნაკადულის ქუჩა. ეხო ადამიანი არ იყო და შენ მე ნუმძაბა ნუახურებ. ამას დავარქვათ ფუღუროს პირველი ნომერი გავაკეთოთ კაი აბრა. თუ ვინმე საგოთ, რავი, შეუმეხმენეთ ძალიან მინდა ეგ ჩამოკიდოთ ძველებური ფოსტის ხუთი. იმიტომ რომ რამე რო იყოს ან წერლის მონტანა რაღაცა, ხო, სადაც უნდა მოიტანო. ფოსტის ხუთი ჩამოკიდო ძველებური და აბა ის წურწუმია ვიღა. ა? ის წურწუმია ვინა? ის ქუჩაზე არის. ის წურწუმია, არ ვიცი. ჰალალად გეტყვი, არ ვიცი, ოღონდ ლელა წურწუმია. ა? ლელასი რო იყო. ვახ. არ არის მერქი, გეუბნები, კაცის სახელი ქვია. თორე მე წურწუმიების რამე წინამდე კი არა ვარ. იმ კაცმა, ვისი ქუჩა სახელიც აქვია, დაიმსახურო ალბათ. შეიძლება ეხლა მე არ ვჭი დიდი საზოგადო მოღვაწე არ იყო. მოკლედ ბატონო დავით, ეს ამბავი გავაკეთო და გადავიდეთ ჩვენ ძირითად იმაზე, რასაც ვიღებთ. საჭმლის კეთება როგორ არის? კარგად. შეიძლება გააკეთო რთული, ეს კარგად მაგარი იყო. შეიძლება გააკეთო რთული საჭმელი, ბევრი ინგრედიენტით. შეიძლება გააკეთო ხორცი, მაგრამ შეიძლება გააკეთო ნახევარ ფაბრიკატით, ანუ ეხლა მოდი ნახე რა გაჩვენო. არსებობს პოლონეთში ეგეთი ქალაქი კრაკოვი. ხსმენია. კრაკოვში ძალიან ბევრი ებრაელები ცხოვრობდნენ. მერე კრაკოვი რატო დაარქვეს? კრაკოვი? კრავები. კრაკადილებიც მე რა ვიცი რატო დაარქვეს. პოლონეთშია კრავები იყვნენ. ხო, არა, არ ვიცი რატო იყო, მაგრამ ძალიან ბევრი ებრაელები ცხოვრობდნენ ომამდე. მერე გერმანელი ფაშისტები რო შევიდნენ, ამ ებრაელებს ცოტა
ის მოუწყეს, რა ქვია რა. ცოტა კი არა დახოცეს, ძალიან ბევრი დახოცეს, მაგრამ პოლონელების ბევრი ხონდა, ეხლა პოლონური ქალაქია. აი ესეთი ძეხვი არსებობს, ქვია კრაკოვული. კრაკავია კი რაღა. ეს არის გატარებული ხორცი შეზავებული სხვადასხვა რაღაცეებით. მენიანის ხორცი კრაკადი. კროკოდაილი. კროკოდაილი კრაკოვთან არ არის ურთიერთქმედებაში. მოკლედ მეგობრებო, ეს ყველგან იყიდება, ეხლა არ მინდა სახელი და გვარი დავასახელო, იმიტომ რომ არც ერთი ქსელი ჩვენთან არ მეგობრობს არც პროდუქტის მწარმოებელი და ჯერჯერობით. ამიტომ თქვენ თვითონაც მიხვდებით, ეს შეიძლება იყიდოთ. გინდა სწრაფად გააკეთოთ ოღონდ მართლა გემრიელი საჭმელი, აი ესე კეთება, აი მოდი აქეთ ბატონო დავით, მაგას დავიდან. გავერთი. 1 ცალს, 2 ცალს, 2-ზე მეტი ახლა 12 და 15 არ ცხენის ნალს კი გვაქვს. ცხენის ნალს, კი ბატონო. უყურე? აი ეს. ზორი. აი ესე დადებთ 2 ცალს. და შუაში ნივრებს ჩაუდებთ, აი ესე შუაზე გაჭირს. არ ნიორი არ დაჭეჭყოთ. რაღაცები არ ჩაუდინოთ. ამ თვითონ კრაკოვულ ძეხვს აქ თავისი ისინი რა ქვია, შემაზავებელი, რაც ამას აზავებს, ყველაფერი თვითონ აქ. აი ესე გააკეთებ და მერე. სასურველია ესეთი ზეთი აიღოთ და უცხო სუნელთან ერთად აურიოთ, აი ესე. უცხო სუნელია, ზეთია და დაჭეჭყილი წიწაკა. ამას აიღებთ. გინდა მეწაუსო? თუ შეიძლება. ოღონდ ცხლათ არ წაუსო ძალიან. ეგრე? კაი, მომიცი რა, მოდი რა, მე უცებ სწრაფად გავაკეთებ. აი ესე. ერთ მხარეს წაუსვით, ეს მერე რომ გაცხელდება, მეორე მხარეს ჩავა. ეს აუცილებელი, იმიტომ რომ ეხლა ამას ისეთ გარემოში მოვაყოლებთ, ეს ყველაფერი გაცხელდება და თავის იმას ახლო გადაუღე რა. რა ცხელია ეს თუ მე მცხელი. გამოიცალე, კაცო. ძლის თორი გადრანა, აი ეს. ეს ნუ შეგიძლიათ მოვასხათ კიდევაც, მაგრამ რახან USA თუ ჯორჯიამ ეგეთი პატივი გცა რომ ესეთი რაღაცა მოგცვა, ჩვენი სპონსორია ეგ ძალიან მაგარი კომპანია და ფორდილერი. მოდი. მოკლედ ეს ავიღოთ და გავმორთი. ანუ ზეთს და ნიორს წაუსმევთ, ბევრი არ გინდა და მერე აი ესე შაურმასავე. ქაღალდში ბატონო დავთ, მოდი მომეხმარო. უყურე, აი ეს დამიჭირი ეს. ან მოდი, კაი, მოდი, დაანები თავი დაანები, ეს გადმოდოთ. ეს დააგენა მოხდა. მინდა. რომელი? არა ახნიშნო. სწრაფ მოქმედი, მომეცი? დანის გახსნა ამდენი ხანი არ უნდა გჭირდებოდეს. შემილია შევამო. მეგობრებო, ერთი სათხოვარი მაქვს, რა ვიცი რა. ძალიან მინდა რომ არის საქართველოში ეგეთი არხი, ქვია გუჯას გარაჟი. ბიჭი არის შშმ პირი, მაგრამ მაგ საქმეს. რა არის? შშმ. ანუ შეზღუდული შესაძლებლობის. ასე რომ გუჯას გარაჟი აკრიფეთ და გამოიწერეთ რა. ეგ იქნება ძალიან მაგარი. მანქანებს განიხილავენ პროფესიონალ დონეზე, ოღონდ დიდი მანქანები კი არა, მოდელები. ძალიან დიდი სტიმული ექნება, 10,000-ზე ავიყვანოთ რა ეგ არხი რა. იქნება აი ძალიან მაგრა გულშემატკივრები. ჩემი მეგობრის შვილია პირდაპირ გეტყვი. და თქვენ ბავშვობის მეგობრის ხო? ჩემი ბავშვობის მეგობრი. ეგ შენ სწორედ. ასე რომ მინდა ძალიან გუჯას დავეხმაროთ. მე ვიცნობ გუჯას, კაი ბავშვი. ერთ-ერთსაც ხო გადაგიღია. 3,000 აი მაზე არიან გამომწერზე. უბრალოდ ვინც შედით ლინკს ქვემოთ დავტოვებთ თუ გუჯას გარაჟის აკრეფად დაგეზარათ. შედით დააწეკით უბრალოდ და გამოიწერეთ. თქვენგანაც არაფერი არ წავა, ერთი დაწერთ და თუ ისა მანქანები გაინტერესებთ. ხო? თუ მანქანები გაინტერესებთ, ხო მოусმინთ, იმიტომ რომ მალე საინტერესო. ნახევარზე მეტი მანქანების მოყვარულია. ვინა? მე.
ხო, არა, მანქანები. ყველა შემიეზები. მანქანა ორი ხალხი ბევრი ვერენ. როგორი არიან მანიაკებიც ახლა. ბატონო დავით, ეხლა მე მანქანებზე არ ლაპარაკობ. ლაპარაკობ გუჯას გარაჟი. არხია? ავიცი, არა მგონია რომ თქვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგჭირდეს მაგაში, უბრალოდ გამოიწერეთ. ავიცი რა. ძალიან კარგი იქნება და ქართული იუთუბერებს ხელი შეუწყოთ. იქ უწმანწური სიტყვები, უცენზურო რაღაცები და რაღაც საძაგლოებს ვერ გაიგეთ. დალაგებული ლამაზად ყველაფერი არის. და გუჯას დაეხმარებით, რაცაც, რა ვიცი, ძალიან კარგი იქნება, ხო ეგრეა. 10,000-ზე ავიყვანოთ, 10,000-ზე რაღაც მანქანას აწყობენ და იმას გვაჩვენებ. მოკლედ, ეს შევფუთე, ნახეთ როგორც. და მე ცეცხლზე დავდე. ბატონო დავით. ისმენ. რამე მომიტანე რომ ზემოდან გადავალაგო, ჰა? მეგრე ვაკეთებდი სიმინდს. აი ეს ასაღები როგორ ხო იცი? ესეთი რკინის ის მოიტანე. ამას დადებ ცეცხლზე, არ აქვს მნიშვნელობა, რა თუ სახში ხარ შეგიძლიათ გაზის ღუმელის ის როა, რა ქვია, იმაში შედო და ამაში გამოუცხო და მთელი თავარი პირობარი ეს უნდა იყოს შეფუთული რაღაცაში. რომ აქედან გამოსული ის რა ქვია, გემოვნების ისინი რა ქვია. ამას დადებთ ესე. რა ჩავდე კრაკოვული, ეს ისედაც შეგიძლიათ ჩამოთ ყოველგვარი გაზ. ჰა? სიმინდს. აღარ ფოლგიზიაში. ნაკვარჩხალში, ოდნავ ჩამქრალში ჩავდები სიმინდს და აგეთებ. არ გაიგეთ. ჯელობაში ხშირად გამიგეთებ. მე სულ ვაკეთებ სოფელში. მოდი შენ მეწვეს დაგალევინებ. დამალევინე ნაკვარს. და ჯიგარი გაიგრიგე. ეს რო გამზადება ღვინო. ხო და რა უნდა მეთქვა? ეს თვითონ ისე შეიძლება ყოველგვარი შეწვის გარეშე, მაგრამ აი რასაც ახლა გავაკეთებ, ჩადეთ ესე ოღონდ ცეცხლი ლუენთება რა, ესეთი ტემპერატურა კონდეს, შეგიძლიათ ზემოდაც დააყაროთ, თუ ზემოდან არ დააყაროთ, უბრალოდ მერე გადაატრიალეთ. იყოს ესე დაახლოებით 5 წუთი მაინც, არ დაწვით. გემრიელია, ხვალობა. ეს არის ჩვენი სუფრის ის არის. პროდუქტ, ხო და ამას გავხსნი მერე და გაჩვენებთ როგორ შეპიწყინდება და როგორ ბატონო დავთ, მინდეთ საჭმელი მოიტანე. ღმერთმა თქვა, აი გეშენა ბიჭო. მოიტან საჭმელი. ღმერთმა იცი და თქვა. თუ რამე მოგეციო. ეს არის კაი. უკვე გავხსენი. სხვასაც უწილადეო. 10,000 ლარიანი ნომრებით რო დადის ვიღაცა და იცის რომ გვერდზე ვიღაცაცა შია. კი არა ბიჭო, ადამიანს რო შია. და თავისი ეგოს დასაკმაყოფილებლად რო. მე თალკე დავუყარეთ, მოდი. არა, მოდი აქ, მოდი, შენ აქ მოდი, კაცო, მოდი აქ. შენ მოდი აქ. ეს შენ მეგობრებო, რა უნდა გითხრათ? ზოგიერთად წყალის დაუდგე და ქვემოთ მდინარეა რა. თანჩქერიც არის, ჩადიან წყალს იქა სვამენ, ასე რომ ცოტა საშუალო მიმცეთ, რომ ამათაც ისახნენ, რა ქვია. წყალთან ჭამონა რა, ვიტამინებს მიიღებენ, ძალიან მაგარია. ბატონო დავით, დადგა ჟავი ჭეშმარიტების და როცა ესეთ რაღაცას აკეთებთ, ბოლომდე დარწმუნებული ნუ იქნებით რომ გახსნით ჩიგით რა დაგხვდებათ რა. კრაკოვული კი დაგხვდებათ, მაგრამ ბატონო დავით შეიძლება დაგეწოთ. ამიტომ ჯობია ნელა. მოდი ახლა გავხსნათ რა, შენ რა სიტყვი. დანახო გაკ. რომელი? მიბოძე გერბერი. ვიცი? ვარა სჭრის? ხახოლი შეიცვალა ყოლა. მოდი ახლა დავყნოსოთ. აი
ესეთი გასყდა ნერვულობისგან ნაპრალიც კი გაიგეთა. ნაპრალის ანუ მოგერიდებათ. კონდეს. ეხლა ნახე, ბატონო დავით. ცხელს ეგრევე ჭამა არ დაუწყოთ. მე აქ სასიეთის ღვინო მაქვს. დავისხათ. და ვადრეგზელოთ ქართული. ანუ მე თუ დამცინებენ სასიეთს დავუშვათ. ჯერ ვეტყვი რატომ დაერქვა. მერე? და მერე ვისი სოფელი იყო მაგას ვეტყვი. მე უფრო მაგარ ამას გეტყვი. უგონო ხალხს ნუაყვები გაიგე დაქცინებენ. ნუ ვირისგან რა უნდა გეწყინო შვილო? ისე სამხერლო სახელი კია. მაგრამ სასიეთის ღვინო არის მაგარი ძალიან. ესე დავდოთ აქ. ეს დამბალი გენჭული გადი. რა გინდა შვილო იყო შეანჭულა რატო იგი? ხორცი. რა? ხორცი. ხორცია ბარა არის. აი. აი ეგ შეინაჭერი. ეს სულ ვიძახდი რომ და დაქანება არ უნდა იყოს მეთქი. არა უშავს. დაიკიდე მაგეშვი. რა? ეგეთი უძველი სიტყვა ცხოვრებაში არ არის. რატო? აი იმიტომ რას ნიშნავს დაიკიდე. ამა მინდი ახსენე შეგიძლია კაი ამას აღარ ვიტყვი. ანუ ნიშნავს რომ ანუ აღარ დაივიწყე რა. შეგიძლია თქვა დაივიწყე რომ დაიკიდე. ბატონო დავით. გესმის. აი ხლა მე ესე გადავჭრი ამას. ყემალ საუსმე და მოხცე. აუმოდი. გემრიელია? ჯერ გასინჯე, მერე განსაჯე. აჰა პური. შავი პური მაგას უხდება. სუნი აქ. სუნი კი არა, შენ გემონახე. ნივრის არომატი. ეს ზეთი საერთოდ ჩაიშრუგო, ხო ხედავთ? რა? მოიტანე მანუახლო. აი ეს ამაშიდაც ქონი იყო სულ გადნა. აუ, რა გემრიელია. აი ესეთი წვინიანი გადა. ხო, თუ ამას არ შეწავთ, ქონი დარჩება თეთრ წერტილებად. ასე რომ აი ესე გააკეთეთ გემრიელად. ბატონო დავით. მოდი. შავპული შეიძლება ჩაუყო. ჭამე. ჩაყופა. როგორ? ჩაყופა. ჩაყავი რა, შავი პური არ არის, კაცო. პურია. და ერთი კითხვა მაქვს. შავი, ანუ ღმერთმა ხო თქვა რომ პური თეთრ პურზე ხო თქვა რომ პური არის ჩემი ხორციო. მე? და ვინმე ზანგი იყო წმინდანი? კი. ესე იგი ზანგის ხორცი. არა, ეგ საჭოჭმალო საკითხია, უყურე. ღმერთს არც რელიგია აქვს, არც ფერი არ აქვს. გამიგე? თუ იაპონელი გახდება მართლმადიდებელი, სრულიად თავისუფლად შეიძლება ჩათვალოს, რომ ღმერთი გავდა იაპონელს. ჩვენთვის ქართველია, ხო? ჩვენ ხატებზე როგორია? გამოსახული. ქართულიერსახი აქვს. ასე რომ ვერ იტყვი მაგას. ანუ შეიძლება ზანგს შეუძლია თქვას, რომ ზანგი იყო. იქ არსად არ არის ნათქვამი, რომ მამა ღმერთი რა ფერი იყო, ან კიდე რანაირი ფორმა ადამიანის ქონდა, იმიტომ რომ სახათვისაც შექმნა ადამი, ხო ეგრეა. ეგ მოდი რელიგიაზე მერე ვილაპარაკო, ცოტა შორს აგვიყვას. ამიტომ კიდე ქართულ ენას გაუმარჯოს. ამი. ვეცადოთ, რომ არ დავაბინძუროთ ქართული ენა. ქართულ ენას შეგიძლია ძალიან ბევრი რაღაცის ხო. გამიგე? აბა იცი რა მელექსი ქართულს უთხო ესეთი. გამოხატოს ქართული ჯიგრიანი მოიცა ეს მონაყოლი მაქვს. ეს რა ქვია? აუ გავიხსენე. აი, მაშინ მეგეტყვი. კაცად მაშინ ხარ საკები თუ ეს წესი წესა დარგე, ყოველ დღესა შენ თავს კითხო, აბა მე დღეს ვის რა ვარგი. ეგ მაგარია. არა, მაგრამ კიდე ისეთი რაღაცა, რომელიც ეგეთი ძალიან რთული გასაგები არ არის. ფრინველებში შაშვი მიყვარს. შაშვი, მებულბულება,
ბულბულ შაშვი მიჩევნია. კაცია და გუნება. მოდი ქართველებო გაგიმართოთ. ქართული ენის მაწარებულო ხალხო გაგიმართოთ. შეიძლება ქართველი სულაც არ იყოთ, მაგრამ ქართული გესმოდეთ. ტკბილი ენა გვაქვს და ძალიან გულდასაწყვეტია რომ და მწარე ენა? რაღაც ჰა? მწარე ენა ვის? მწარე ენა? მწარე ენა მწარე ხალხსა. ქართველთა ზეთი მწარე რაღაც სხვა შეიძლება იმის დედავატირებ და იმიტომ ვიძახი რომ შაშვი მებულბულება მეთქი, გაიგეშენა. ქართულ ენას გაუმარჯოს. ამინ. ხომ ერთმა ისექნას რომ არ დაკარგული იყოს ერთი მუჭა ხალხი ვართ, ბატონო დავით, ძალიან ცოტანი ვართ, გაიგე და თუ ჩვენ არ გაუფრთხილდით, კონგველი და რუმინელი ამას არ გაუფრთხილდება, გაიგეშენა. ამინ. გაუმარჯოს ქართულ ენას. ამინ. ო, მაგარი. ჩინური არის მართლა ჩინებული ღვინო რა. ჩინური ახლა ეხლა ამის გაკეთება არ არის რთული. უბრალოდ იცოდეთ რა. ამას უმან შეჭამთ. კარდინალურად განსხვავებული სხვა გემო ექნება. აი ესე დაბრაწეთ. ჩვენ კარდინალურზე დიდი ფილოსოფია. მიირთვით. წას თავის ადგილი და გამას თავისი. მაიტა შენ ამას დაგიცხავ. ბატონო დავით. ეს ერთი კითხვა მაქვს. წვენზე დალოცვა შეიძლება? არა. არა, თუ გულით გინდა დალოცო შვილო. გინდა ზღვაში ჩადი და ზღვის წყალი დალედი ისი დალოცე. უბრალოდ ჩვენი ტრადიცია არ არის თორე. საერთოდ სასმის გარშემო შეიძლება დალოცო, განა არ მიიღო. ამით გამოგევშევით, კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.